ბევრგვარი შეფასება მოვისმინეთ თუ რასაჩვენებს ქართულ ოცნებაში მიმდინარე მოვლენები და ანგარიშწორება ყოფილების წინააღმდეგ. ისინი, ვინც ბიძინა ივანიშვილთან ერთად ერთ გუნდში იყვნენ სხვადასხვა დროს, უფრო მარტივად ხვდებიან თუ ვინ შეიძლება იყოს ამ პროცესის მთავარი ავტორი. გვეუბნებიან, რომ ახლა პროცესს და ანგარიშწორებას ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ხელმძღვანელობს ირაკლი ყობახიძე ივანიშვილისგან დამოუკიდებლად, რადგან მას აქვს ამბიცია, რომ მოასუფთავოს ველი და უფრო მეტი ნდობა მოიპოვოს ბიძინა ივანიშვილისთვის და მოასუფთავოს ველი მათგან, ვისაც ჰქონდა გარკვეულ პერიოდში ბიძინა ივანიშვილის ნდობა. თუმცა მოვისმინეთ მოსაზრება, რომ ეს არ შეიძლება იყოს მთლიანად ივანიშვილის გავლენისგან გათავისუფლებული პროცესი. სავარაუდოა, რომ ახლა ქართულ ოცნებაში ყოფილებსა და მოქმედებს შორის მიმდინარეობს ფინანსური გარჩევები, ყოფილებს თხოვენ პარტიის შავი სალაროს შევსებას და უარის შემდეგ სავარაუდოდ ანგარიშწორება სწორედ ამ მოტივით მიდის მათზე. მოთხოვეს სალაროს შევსება და ესენი გაჯიუტდნენ, ხო, რაღაც თანხა მოთხოვეს, როგორც ჩანს, ეს თანხა არ მოიტანეს და ბანალური სპეცოპერაცია მიდის. მერე ყობახიძეს გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინას, ესე რომ ვთქვათ, ერთადერთი მემკვიდრე უნდა ერთადერთ მემკვიდრედ უნდა რომ დარჩეს, ხო, მის ირგვლივ ველის მოსუფთავების პირდაპირ არგუმენტი აქვს ეხლა და ამ გზას მიყვება, თორე ხა მე არ მჯერა, რომ ფარცხალაძე და ესა რა ქვია, ლილუაშვილი და ღარიბაშვილი ბიძინას წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალებაში იყვნენ რაღაცნაირად ჩართულები. აქ ბევრი რამე უნდა შეიკრიბოს. შეიკრიბოს უნდა ის, რომ შეიძლება ურჩი გახდა, შეიკრიბოს უნდა ისიც, რომ შესაძლებელია რამე წამოწდა, წამოწდენის გამო შეუძლია ამ კაცს მტრად მოგიკიდოს. ჩვენ ხო ვერასწოდეს სანამ ეს ხელისუფლება იქნება რიჟვაძე დაჭრეს თუ დაჭრა ხო ვერ გავი დაიჭრა თავი ხო ამას ვერ გავიგებ მონა ვერ იწვის ამას ღარიბაშვილის ისეთივე მონა რომელი მონებიც მე ჩამოვთვალე ახლა გიორგი მარგველაშვილის გარდა ყობახიძემ გადაწყვიტა საბოლოოდ და რაც თავარია გადაწყვიტეს მოსკოვში რომ ივანიშვილის შემცვლელი უნდა იყოს სწორედ ირაკლი ყობახიძე ეს ნიშნავს იმას რომ ყობახიძესთვის საკმარისი არ არის რომ სუსის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები მისი კადრები არიან, მას ჭირდება ახლა დემონსტრირება საყოველთაოდ მისი ძალაუფლების, მისი ძლიერების და იმის, რომ მას შეუძლია თვით ყოფილ პრემიერ ღარიბაშვილსაც კი შეეხოს. ღარიბაშვილზე უფრო მნიშვნელოვან ფიგურებსაც შეეხება. ივანიშვილი ახლა ბოლომდე ჩემი დაკვირვებით სიტუაციას ვერ აკონტროლებს. სწორედ იმიტომ, რომ დღის წესრიგში ჩემი აზრით არის არა მალე, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მისი სრულად ჩანაცვლება ყობახიძეს. ოპოზიციურ პარტიებში კი ამბობენ, რომ ეს პროცესი ყველაზე ნაკლებად გავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორადაც წარმოაჩენს ამ პროცესს ქართული ოცნების ლიდერშიპი. ეს მოვლენები კი ერთი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა მათთვის, რომ ქართულ ოცნებაში ყველაზე სანდო, ყველაზე ერთგული კადრებიც კი არ არიან დაცულები ბიძინა ივანიშვილის ანგარიშწორებისგან. სისტემა, რომელიც ქართულმა ოცნებამ ჩამოაყალიბა, ამ სისტემის შემოქმედები სწორედ ეს ყოფილი მაღალჩინოსნები არიან, თუმცა ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე მთავარი მისი პირადი და ფინანსური უსაფრთხოება და როცა ამ საფრთხეს გრძნობს მისი პირადი ინტერესები დგას ყველაზე მაღლა. ლილუაშვილი, ღარიბაშვილის და ფარცხალაძის წვლილი ამ ქვეყანაში აი ამ რაღაცა ჩრდილოკავკასიური ტიპის ლეზგინკა დიქტატურის დამყარებისა ლომის წვლილი არის ფარცხალაძე, ლილუაშვილი, ღარიბაშვილის. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ როცა ამ კაცს იმ ფაზაშია გადასული გაწირავს აბსოლუტურად ყველა სათითაო თუ კოლექტიურად ხელისუფლების შენარჩუნებისთვის. ჩვენ გვესმოდეს, რომ ის ყველაფერზე წავა. ამას არანაირი საერთო არ აქვს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან. რაც ეხლა ხდება არის ის, რომ რეჟიმი და ეს არის ჟანრის კლასიკა, როდესაც რეჟიმი თავისი შულების ჭამას იწყებს და არაერთხელ ჩვენ განცხადება გვეკეთებია იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ქართულ ოცნებაში და რა პროცესები მიმდინარეობს ეხლა. ყობახიძის გუნდი ეხლა ბიძინა ივანიშვილის ხელდასმით ანაცვლებს ღარიბაშვილ, ლილუაშვილ, ფარცხალაძის გუნდს და უხდის სამაგიეროს, იმიტომ რომ მაფიოზმა ოლიგარქმა ჩათვალა, რომ ამ ადამიანებმა მისი საერთო ფულიდან მოიპარეს ბევრად უფრო მეტი.
ის რომ ქართულ ოცნებაში დაჯგუფებებს შორის არსებობდა დაპირისპირება, ეს სიახლე არ არის და ბოლო პერიოდში თავად ქართული ოცნების ლიდერშიპმა და განსაკუთრებით ირაკლი კობახიძემ შემოიტანა ეს თემა დღის წესრიგში. ის პირველი საუბრობდა ყოფილ თანაგუნდელებზე და ამბობდა, რომ ისინი იყვნენ კორუფციაში ჩართულები და ბუნებრივია კრიტიკული მედია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სვამდა კითხვას დააკავებდნენ თუ არა ყოფილ მაღალჩინოსნებს და ასახელებდა სწორედ იმ გვარებს, რომელთა სახლებშიც დღეს ჩხრეკა ჩატარდა. დღესაც დაისვა ქართული ოცნების ლიდერებთან კითხვა, მივა თუ არა გამოძიება საბოლოოდ ყოფილ მაღალჩინოსნებამდე და ისევე როგორც გასულ პერიოდში დღესაც კონკრეტული გვარები ოცნების ლიდერებს არ დაუსახელებიათ, თუმცა დღესაც გაიმეორეს, რომ თუ კი კორუფციის რისკებს და ნიშნებს დაინახავდნენ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმიანობაში, გამოძიება იმოქმედებდა ყველას მიმართ თანაბრად და შესაბამისად არ გამორიცხეს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება. კორუფციის ბრალდებით თუ გაგრძელდება დაკავებები, თუ ეს იყო მხოლოდ წინასაარჩევნო რაღაცა კამპანია? გამოძიებო უწყებების საქმე, კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება ყველა მიმართულებით. შესაბამისად, არც უნდა დავალოდოთ გამოძიებას, თუ გამოძიებას ექნება დამატებით ფაქტები ამ შემთხვევაში იმოქმედება. შესაძლოა რომ კვალი მივიდეს მათ შორის გრიგოლი ილუაშვილმა. თქვენ სახელებს და გვარებს ასახელებთ ხოლმე, მე არ მინდა არც ერთ სახელში და გვარში შესვლა, ეს პოზიცია იცით ჩემგან, აქედან გამომდინარე, თავადაც შეგიძლიათ განსაზღვროთ თუ რა იქნება ჩემი. არ ვიცი გამოძიებაში ფიგურირებს თუ არა გრიგოლი ილუაშვილის სახელი, მაგრამ მე პრინციპზე მოგახსენეთ და ნებისმიერი ვინც იქნება ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი, დღევანდელი წევრი, უნდა იყოს გამოვლენილი. აქ არ არის ქართული ოცნების ხელისუფლების დამხობაზე მხოლოდ საუბარი, აქ არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაზე საუბარი, იქნება ეს კორუფცია, იქნება ეს გადატრიალებაში მონაწილეობა, ნებისმიერი დანაშაული უნდა იყოს შესაბამისად შეფასებული, ვინც არ უნდა იქნეს ამ დანაშაულის უკან. ახლა მთავარი კითხვა რა გაგრძელება ექნება პროცესს, დააკავებენ თუ არა ყოფილ მაღალჩინოსნებს და გარდა ამისა ასევე საინტერესოა ეს იქნება თუ არა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით გამოცხადებული პროცესის დასასრული, თუ ასევე თავისუფლების აღკვეთისგან დაცულები არ არიან სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებმაც ირაკლი კობახიძის გაპრემიერების შემდეგ დატოვეს ქართული ოცნება.